ბაკურიანის შემდეგ ფესტივალი გიზგიზი გუდაურში იმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სამთო კურორტის დამსვენებლებისა და ადგილობრივებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიება მოეწყო. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს მუსიკალური პროგრამა, გასართობი სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის და სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები დახვდათ. ფესტივალის მიზანია როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდას. ფესტივალის შესახებ მეტ დეტალს შორენა აროშიძე და მარიამ რატიანი გიამბობთ. ბაკურიანის შემდეგ ფესტივალი გიზგიზი გუდაურში იმართება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სამთო კურორტის დამსვენებლებისა და ადგილობრივებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიება მოეწყო. სტუმრებს მუსიკალური პროგრამა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის განსაზღვრული გასართობი სივრცეები და სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები დახვდათ. დაგეგმილია ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა, როგორც დასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვის. როგორც ხედავთ, საფესტივალო ინფრასტრუქტურა შედგება ძალიან საინტერესო გასტრონომიის მიმართულებით, ესე რომ ვთქვათ, კვების ჯიხურებისგან, რომლებიც მზად არიან, რომ ძალიან ბევრი საინტერესო კერძით, სასმელით გაუმასპინდნენ როგორც უცხოელ ტურისტებს, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მართლა არ ველოდებოდი იმდენად კარგი სიტუაცია. ძალიან კარგი მუსიკა, კარგი სასმელი, კარგი საჭმელი და კარგი ხალხი, ასე რომ იდეალურია, ყველანი ამოდით და ერთად გავერთოთ, ვისრიალოთ ბევრი. ფესტივალის მიზანია როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდას. ფესტივალი გიზგიზი მესამე წელია საქართველოს სამთო კურორტებზე ტარდება. ფესტივალზე დასწრება უფასოა. საქართველო არის საოცრად ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყანა. მე ყოველთვის მინდოდა ახალი კულტურების და არაჩვეულებრივი გემოების აღმოჩენა. ამიტომ ეს მოგზაურობა იყო განსაკუთრებული. ქართული სუფრა ჩემთვის ძალიან კარგი აღმოჩენა იყო. ყველას ვურჩევ აუცილებლად ნახეთ საქართველო. გუდაური საოცრებაა, ფესტივალიც ძალიან კარგია. ხალხი სიცილით და მუსიკით არის სავსე, პატარა ბაზრობებიც აქვთ. იმდენი რაღაც ხდება, რომ გინდა ყველაში ჩაერთო. საოცარი ატმოსფეროა, მხიარული და თბილი. დეკემბერში ოფიციალურად გაიხსნა 2025-2026 წლის ზამთრის სეზონი მთის კურორტებზე გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძზე. გუდაური დამსვენებლებს 31 სასრიალო არეალს თავაზობს, რომელთა საერთო სიგრძე 80 კილომეტრს შეადგენს. ტრასები გათვლილია ყველა დონის მოსრიალეთათვის, როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი და პროფესიონალი სპორტსმენებისთვის. კურორტზე გახსნილი ყველა ტრასა უსაფრთხო და ფუნქციონირებს დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. უსაფრთხოების კონტროლი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. სასრიალო არეალებზე მუშაობს MTA-ის სამაშველო სამსახური. მაშველები ტრასებზე მოსიარულეთა უსაფრთხოებას აკონტროლებენ და საჭიროების შემთხვევაში დროულად დახმარებას უწევენ. სეზონი იდეალურად მიმდინარეობს, ძირითადი საბაგიროები და ტრასები ღია არის, ნალექიც ხელს გვიწყობს, იმის მიუხედავად, რომ სუსტი ხილვადობა არის, საკმაოდ ბევრი ხალხი არის ტრასებზე. დღეს განსაკუთრებული დღე არის ასევე გუდაურისთვის, გიზგიზის ფესტივალი არის და ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტი და მეტი ხალხი შეიკრიბება ამ არეალში. რაჭუნკუთხედს წარმოვადგენთ, რაჭის გემოფესტის მონაწილეები ვარ და მას შემდეგ ყველა ფესტივალში ვიღებთ მონაწილეობას. გიზგიზი ძალიან კარგი ფესტივალია, უკვე მესამე წელი არის, რომ ვიღებთ მონაწილეობას. საკმაოდ კარგი მომხმარებელიც ყავთ, ესე ვთქვათ და ჩვენ კუთხეს ვაცნობთ საკმაოდ დიდ მომხმარებლებს. 2025-2026 წლების ზამთრის სეზონზე გუდაურში ავტომობილების გასაჩერებლად გამოყოფილია 1230 საპარკინგი ადგილი, მათ შორის 830 უფასო და 400 ფასიანი.